2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე პუტინი ყველას ეუბნებოდა. შეჩერდით, საკმარისია, ეს ახლავე უნდა შეწყვიტოთ. რა თქმა უნდა, უკვე 2008 წელს ამას მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაზე ზემოქმედება, რათა ნატოს მომავალ გაფართოებას უკრაინა და საქართველო მოეცვა. ეს გრძელვადიანი პროექტი იყო. მე მოусმინე ბატონ სააკაშვილს ნიუ-იორკში 2008 წლის მაისში. შეხვედრიდან გამოვედი თუ არა, მაშინვე დაურეკე ჩემს მეუღლეს, სონიას, და ვუთხარი, რომ ეს ადამიანი ნამდვილად შეშლილი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი იქ ომი დაიწყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამერიკელებმა ამ კაცს უთხრეს, რომ ამერიკა საქართველოს გადაარჩენდა. სააკაშვილი შემდეგ საგარეო ურთიერთობების საბჭოზე ყველას უმტკიცებდა, რომ საქართველო ევროპის ცენტრშია. ქალბატონებო და ბატონებო, მაპატიეთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. საქართველო არ არის ევროპის ცენტრში. ბოლოდროინდელი მოვლენები კი არსებითად ნეგატიურია საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. გულისხმობ ევროპარლამენტარებისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების იქ ჩასვლას. ეს საქართველოს განადგურებას უქადის და არა გადარჩენას. სრულ განადგურებას. 2008 წელს, როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, ჩვენმა ყოფილმა CIA-ის დირექტორმა უილიამ ბარნსმა კონდოლიზა რაისს დიდი წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ რუსებისთვის ნატოს გაფართოების საკითხთან მიმართებით არა ნიშნავს არას. ამ წერილის შესახებ ჩვენ ჯულიან ასანჟის და ვიკილიქსის მეშვეობით გავიგეთ. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ დამიჯერეთ. არც ერთმა ამერიკულმა მედია საშუალებამ ამის შესახებ არაფერი უთხრა არც ამერიკელ ხალხს, არც თქვენ და არც სხვა ქვეყნის მედია კომპანიებს. ასე რომ ასანჟის მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ამ წერილის სრულად წაკითხვა შეგვიძლია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.